დღეს მოვედით მემორიალთან, რათა პატივი მივაგოთ 33 წლის წინ დაუყულ კამანდელ ბიჭებს. და კამანდელები იბრძოდნენ მაშკაცურად, ზაზა პეკალიანის მეთაურობით და მე მინდა დღეს მომბრძანებულ ხალხს ყველას მადლობა მოუხადო და მინდა ჩვენს ახალგაზრდობას გადავცე, რომ არ დავიწყო ჩვენი გმირები. დღეს არის ის დღე, როდესაც კამანი დაეცა. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია კამანელებისთვის და არა მარტო კამანელებისთვის, მთლიან საქართველოსთვის. კამანის დაცემას მოყვა შემდეგ შრომის აღება და უკვე რამოდენიმე თვეში სოხუმის დაეცა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, კამანში ებრძოდა ძირითადად ადგილობრივი მუსლიმებისგან შემდგარი მოსახლეობა, წინააღმდეგობას უწევდა რუსული სპეცნაზის ჯარს. რამოდენიმე შემოტევა ჰქონდა, რა თქმა უნდა, და ყოველთვის ვიგერიებდით ამ შემოტევებს და მკლავდებოდით ისე თუ ასე. იყო ასევე სხვადასხვა ჩვენი ქართული შენაერთები, რომლებიც გვეხმარებოდნენ. რაც შეეხება ბოლო დღეს, სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბაგრატიონის ბატალიონის პატიოდი მებრძოლი იყო ჩვენთან ერთად. სხვა დანარჩენის დახმარება ვერ მოხერხდა, არ მოხერხდა, სამწუხაროდ артиლერიას კი ვერ დაგვეხმარა იმ დღეს და ისე მოხდა, რომ კამანელებმა შეგნებულად თავი შესწირეს. მე ძმა დაიღუპა აგარ 3 რიცხვს. შეეწერა ამ ძოვას ბიძაშვილი. ახლობლები ძალიან ბევრი ადამიანი ისეთები, რომლებიც აგერ მემორიალზე არიან. დღევანდელი დღე არის ეს არის გმირების მაგალითი. ისეთი ხალხის ვაჟკაცების, რომლებმაც თავი შეწირა და თავი დადეს სამშობლოს ერთიანობისთვის. კიდევ ერთხელ ამბობ დიდება გმირებს. ძალიან ძნელია ჩემთვის ამის გახსენება ეს ტრაგედია და ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი. უდიდესი გმირობის მაგალითია ნამდვილად არის გმირობის მაგალითი მაჩვენებელი ყველასთვის. აი ყველასთვის რომ იმათ მარად ჩაედინეს, რაც გააკეთეს, რაც იქ შემოტევა იყო იმას რომ გაუძლეს იმდენი ხანი და იმდენი საათი მე კი არა ყველა გაკვირვებულია რომ ამდენი ხანი ბრძოლაში ესენი 30 კაცი 34 ყველაზე მეტი რომ მებრძოლი იყო ისიც მარტო არაფერი არ იყო მსხვილი ტექნიკა ყველა გაყვანილი იყო და იყო მარტო აი ავტომატები და ესენი და ამით იგერიებდნენ ხალხს